სააკაშვილის რეჟიმისა და მისი მაღალჩინოსნების დანაშაულებრივი ქმედებები პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის ბოლოს ხდომა 5 აგვისტოს გაიმართება. რის შემდეგაც დადგენილება მომზადდება, პარლამენტი კი მას უკვე საშემოდგომო სესიაზე განიხილავს. დღეს კომისიაზე ლია გილაურს, კობა ოთანაძეს, ნინო გელაშვილს, ლალი მოროშკინას, დავით ჯიჯეიშვილს, ასევე დავით და ბექა ცინცაძეებს მოусმინეს. რატი მეტრეველი გიამბობთ. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა დღეს ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროინდელი კიდევ რამდენიმე მძიმე ამბავი მოისმინეს. ერთ-ერთი იყო მუხროვანის ეგრეთ წოდებული ამბოხი, რის შემდეგაც რეჟიმმა სისხლიანი სპეცოპერაცია ჩაატარა. გამოიკითხნენ რეჟიმის მიერ მოკლული გია კრიალაშვილის და ლია გილაური და ამავე სპეცოპერაციაზე მძიმედ დაჭრილი კობა ოთანაძე. როგორც ირკვევა, რეჟიმმა ეგრეთ წოდებული ამბოხის საფუძველზე დაწყებული დევნის გამო მიმამულების ადგილსამყოფელი მათი ნათესავების მუქარითა და წამებით გაარკვია. მიმალვაში მყოფები კი მანქანაში ჩაცხრილა. ეს იყო ტრაგედია, მეგობარი და უკარგე. მოგონილი ამბოხი, ვითომ ამბოხი, სადაც ფაქტიურად 40 კაცი დაგვიჭირეს. ძალიან კარგი რომ კოჰაბიტაცია დამთავრდა და მიხვდა ეს ხელისუფლება, რომ ვინც არის ზედმეტი ხალხი და ქვეყნის მოღალატეები უნდა დაიჭირონ. ამ დანაშაულების გამოძიებას ველოდებოდით, რაც ეს ხელისუფლება მოვიდა. უნდა დაისაჯონ კიდევაც და სწორედ ამ თემას ეხებოდა დღევანდელი ჩემი საუბარიც. მოხარული ვარ, რომ ხელისუფლებამ თავის დანაპირების შეასრულოს. დღესვე გამოიკითხა ლალი მოროშკინა, რომელმაც გამოძიებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, თუ როგორ ექცეოდა რეჟიმი ადამიანებს საპატიმროებში და მის გარეთ და რა მეთოდებით უსწორდებოდნენ რეჟიმის წევრები საპატიმროებში გამოკეტილ არასრულწლოვნებს. მივაწოდა ინფორმაცია, როგორ დამატუსაღეს, როგორ ვიყავი დილეგში. ახლა რო არიან წამოწევრილები და წამოგურებულები და 4ჯერ იკუება აქვთ, ის 15 დღე მე გავატარე დილეგში, შუქის გარეშე და ახლა კომისიას მოვუყევი, რომ აი ეს პატარა ნაწილი, საიდანაც საკვები უნდა მოეწოდებოდეს, ვითხოვე რომ გაღებული ყოფილიყო, ჰაერი იქიდან მაინც შემოსულიყო და შუქი და ამის უფლებაც არ მომცეს. დღესვე გამოიკითხნენ დავით და ბექა ცინცაძეები, რომლებმაც კომისიას უამბეს, როგორ გაუნადგურა ნაციონალურმა მოძრაობამ სამეცნიერო პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდია იმ მიზეზით, რომ მათ მიერ მომზადებული დოკუმენტური მასალა რეჟიმის პოლიტიკურ გემოვნებას არ ერგებოდა. სერიოზული რეპრესიები გავიარეთ, აი რა შეიძლება ადამიანს წარმოდგენილი ჰქონდეს რა და ნუ დამთავრდა იმით, რომ ფიზიკურად დაანგრიეს რა, უშუალოდ გრევის პროცესი სააკაშვილი და უგულავაც მონაწილეობდა. ამბები მართლაც მძიმეა, მათ შორის გასახსენებლადაც კი, თუმცა საგამოძიებო კომისიის წევრები ამბობენ, რომ სწორედ აღნიშნული ჩვენებები გახდება საფუძველი იმისა, რომ რეჟიმის დანაშაულებს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი პასუხიც გაეცეს. ყველა ეს ჩვენება, რომელიც იქნება მოცემული, იქნება გადამოწმებული და ყველაფერი აღმოჩნდება დასკვნაში იქ და იმ ფორმით, სადაც იქნება მტკიცებულება. თქვენ ნახავთ, რომ საქართველოს ისტორიაში არ დაწერილა არც ერთი დასკვნა, არც ერთი პოლიტიკური ორგანოს მიერ, სადაც იქნება მტკიცებულებების ის ხარისხი, რომელიც იქნება ამ დასკვნაში. გაწმუნებთ, რომ დასკვნა იქნება ისეთი, სადაც კითხვის ნიშანიც კი აღარ იქნება ნიშანწყალი იმისა, რომ ვინმეს გაუჩნდეს ის კითხვა, რომ რატომ უნდა აეკრძალოს ნაცმოძრაობა და მისი ფილიალები. საგამოძიებო კომისიის მუშაობის პერიოდი 5 აგვისტოს იწურება. მანამდე სხდომები სამწევრიანი მოსმენის ფორმატში გაიმართებოდა, პირდაპირ ეთერში არ გადაიცემა. საბოლოო დასკვნას პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე განიხილავს.